როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იგრძენი მომავალის მთელი კონცეფციის წარდგენა მოგვეხდინა მუსიკალური კლიპით, შემდეგ დავიწყეთ იმის არჩევა, თუ როგორ წარგვედგინა იგი საკუთრივ მედიაში. იყო რამდენიმე არჩევანი. ერთი რასაკვირველია არის ჩვეულებრივი ყურება. როგორიცაა თქვა განათავსო ტელევიზიით და უყურო ამ კლიპს ჩვეულებრივად ტელევიზორის ეკრანზე. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენი სლოგანი იყო იგრძენი მომავალი და გვინდოდა რაღაც ახალი ტექნოლოგიური ელემენტის შემოტანა, ჩვენ ამისათვის ავირჩიეთ მეორე გზა, კერძოდ გავათავსეთ კლიპი ინტერნეტში სპეციალურად შექმნილ საიტზე, სადაც მომხმარებელს შეეძლო მიეღო ახალი გამოცდილება. ზოგადად, როდესაც უყურებ ესეთი სახის პოზიტიურ კლიპს, ნებისმიერ შემთხვევაში გიჩნდება გარკვეული ემოცია. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რომ ნებისმიერი მაყურებელი გვექცია ამ კლიპის მონაწილე, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი ხედვა იმისა, თუ როგორია მისი მომავალი. ანუ თუ ჩვეულებრივი სარეკლამო რგოლი მთავრდება მისი დასასრულით და შენ მას უბრალოდ უყურებ, ჩვენ არ გვინდოდა რომ ანალოგიური ემოცია მიგვეღო, ჩვენ უბრალოდ გვინდოდა მაყურებელი შემოსულიყო კადრში და ამითი გამხდარიყო მთელი იმ ემოციის ნაწილი, რასაც კლიპი გადმოსცემს. ამისათვის ჩვენ გავაკეთეთ ესეთი პატარა სიურპრიზი, ნებისმიერი მაყურებელი, რომელიც ჩართავდა საიტზე კლიპს, ბოლოს ხედავდა მის თავს წარწერით იგრძენი მომავალი. ამითი ჩვენ გვინდოდა იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვხვდებით, რომ ნებისმიერი მაყურებელი, თითოეული მათგანი მისებურად ხედავს მომავალს და არ არსებობს ისეთი მომავალი, რომელსაც ჩვენ დაუწერთ კადრის ბოლოს, თუნდაც ისეთ ლამაზ კადრზე, როგორიცაა ბავშვის კადრი წარწერით იგრძენი მომავალი. იმითი რომ საკუთარ სურათზე ხედავს ამ სლოგანს, ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ყოველი მაყურებლისთვის, რომ მისი მომავალი არის უნიკალური და იგი არის ისეთი, როგორცაც იგი თვითონ ხედავს მას.